იმთავრობისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. დავდიოდით დღე და ღამე მე და ჩემი მეუღლე ვის არ მივმართეთ ციხეებში, ყველა სადაც ამისი გაგება შეუძლია ყველა ინსტანციაში, ყველას მივმართავდით თხოვნით რომ დახმარება გაეწიათ, მაგრამ ვერაფერი ვერ. მთელი სვანეთი იყო ამბუხებული და ჩამოვიდნენ ჟურნალისტების ერთი ბრიგადა, დახვდათ აქ სვანები და სთხოვეს რომ საჩქაროდ გამოეკვლიათ რა მოხდა და როცა ჩამოვიდნენ იმაში თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდნენ შეხვდნენ ვანო მერაბიშვილს იმან გაიკვირვა ვინ არისო დათო ვითომ ხო და იმ დღესვე სურათები გამოაქვეყნეს გაზეთებში ცენტრალურ ადგილებში ვითომ ეძებდნენ ანონიმურობასაც პირდებოდნენ ვინც იმის ადგილ სამყოფელს ეტყოდა და 10,000 ლარის იმასაც დაუნიშნავდნენ ასე მოგვატყვილეს მერე კიდევ ვეძებდით საცხაი მედის მქონდა აი ბატონ მასოზარ მაიცის როგორ მცხენი ამის წინაშე რამდენს ვაწუხებდი ცოცხალს ვეუბნებოდი ცოცხალი ასე და გახსნეს მისი ფეისბუქი მისი სიტყვების მსგავსი ისინი ამოიღეს და ერთ ნაცნობ გოგონას გამოუგზავნეს ფეისბუქის წერილი რომ ჩემო ხათუ მადლობელი ვარ რომ არ დამივიწყე მე კარგად ვარ ამჟამად ერთ-ერთი ახლობლის კონსპირაციულ ბინაში ვცხოვრობ ჯანმრთელობის ხრივ კარგად ვარ ესე იგი ჩვენ რომ დავეშოშმინეთ მთელი სვანეთი გვერდში გვედგა ხალხის ნაკადი არ ცხრებოდა ყველა ითხოვდა ამის დროზე გამორკვევას რომ დავეშოშმინეთ რომ არ აგვეტეხა ამის გამო